დილოშვიდობისა, ელენე. რა კარგია, ყველაცვის ამზადებ კარაქიან პურებს. კი, ოღონდ ეს ჯერ მარტო ლაშას მოუმზადე. დანარჩენებსაც მოუმზადე. ყველა ლაშასი. კაი, აბაზანაში შევალ, მე არის ვინმე? პატა, დაელოდე, მალე გამოვა. უკვე 2 საათია რაც შესულია. კიდე არ გამოსულა? არა, ველოდები. შეცელოდები? კარგი, მაშინ შესმერე ვიქნები გოგონი. კიდე არ გამოსულა. არა, ველოდებით დადექი რიგში. კარგით, მაშინ თქვენ შემდეგ მე ვიქნები. კაი. წავალ კომპიუტერში თამაში. ნიკა, მოდი აქ. გუშინ რომ მითხარი დილას ისტორიას ვისწავლი და ჩაგაბარებო, დაიწყე. რა პრობლემა? მიდი. ნინო მასწავლებელო ბოლდიშიც დღეს გაკვეთილი არ ძის სახში. სახში სტუმრები მყავდა პატას მამი და ბიძაჩემის ცოლი. დროზე წადი ახლა ისწავლე ისტორია, დროზე თორ სკოლაში დაგაგვიანდება. მიდი. არა, რა კარგი მიზეზია რა. ისე დედა ნინო ლაშაბიძეამ მოიყვანა, ილია შენ მოიყვანე, დოდო მამი და პატამ და პატა ვისთან არის მოსული. ისტორია. ისე პატა ვისთან. დილამშვიდობის. ბოლო ვინ არის? მე ვარ, მაგრამ ჩემს მერე ერთი ბავშვი იყო მგონი. არა უშავს, ის პატარა ბავშვი მოითმეს. ვერ მოვითმენ. ჯერ ერთი მე პატარა ვარ და შენზე პირველი მე მოვიდექ და რამე პრივილეგია ხო უნდა მქონდეს. თუ პატარა ხარ, ეს სიტყვა საიდან იცი? გამოდი აქედან, გამოდი აქ. მე ვიქნები შენს წინ. შენზე პირველი მე მოვიდი აქ. რას მოდიოდი მე კაცო, რას მოდიოდი? ვერ ხედავ რამდენი ხალხი ვართ აქ, ისე იმდენი ვართ ძველი დრო იყოს დაგვარბებდნენ. სად არის ილია? ოთახში ჩაუკეტე ზევით. რატო? ერთით ნაკლები. ხო. ოჯახ, მაგრამ ახლა ერთით ნაკლები, ახლა ერთით ნაკლები იქნება. გადიიქით რო გეუბნე. თქვენს მერე მე ვარ. ხო. ისე როგორი ესეთი კარგი მწყობრი რიგია. არავინ არ მიისწრაფის წინ. უხეშად რო იციან ხოლმე გამატარეთ გენატალე. ცოლიანი ქმარიანი. ესეთი რიგია. გამოდი პატა, ვეღარ ვითმე კაცო, გამოდი. კარგი რა დედა რა, 10 წამის წინ არ მკითხე და არ გითხარი არ მშიათქო? კი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ხო შეიძლებოდა რომ მოგშიებოდა. რა ის საშინელი ლუდი გამომივიდა, დასალევად ხო არ ვაგადავრაგა და საწავიღო ეგეც არ ვიცი კაცო. ყარში ვერ გადავასხამ, ესე ბენზინის ყალებით ესე მიყვება, დავაბენზინებ დინარას. ტყეში რო წავიდე სადმე და რო გადავასხა, გარემოს დაცვის სამსახური დამაჯარიმებს. რა ვქნა მამა? მე ვიცი რაც უნდა. რა? ეგ ლუდი გადაასხი ბოთლებში და აი ბოთლებს რო იბარებს იმ კაცს გაატანე. მაგრამ არ გამოვა. იმიტომ რომ ისეთი ამაზრზენის უნი აქვს რომ ბოთლის კედლებშიც ატანს. არა, მე ვიცი რა უნდა ქნა. შენ ლუდს დაარქვით ცუდი ლუდი. აი ხო არსებობს ცუდი ქართული ლუდები და ამტკიცებენ რომ კარგიაო. ხო და შენ გულწრფელი მაინც იქნები, გია. მე დაგიფასდება. დაგიფასდება ეს გულწრფელობა და მე გაგეყიდება. მამა, შენ ლუდს ალკოჰოლის შემცველობა რამდენი აქვს? კაცო, 3.5-დან 14.3%-მდე. და ოქტანობა? აუ, მამა, რა არ უნდა გაგეყიდა ის მანქანა რა. ჩაასხამდი ახლა ავსში ამ შენ ლუდს და ივლიდი უფასოდ. აი, რანაირი ლუდია, იცი, აი როგორ გითხრა რა. აი, ჩვეულებრივი ლუდს რო სვამ, ხო? აი, ხო ასეთი, აი, ხო. ხო, აი, ხო, ამას რო სვამ, როგორი ხმა გამოდის, იცი, აი, ჯაყ, ბლუხ, ხო. შორის ლევან მასთვის მინდოდა ამ ლუდის გაგზავნა, მაგრამ ის რა გჭირთ ვერ გავიგეთ. შეგიძლიათ ერთხელ ნორმალურად ძილი რო დამაცადოთ, შეგიძლიათ.
ამოდი მეშხარე მიბრახუნებით. მოდი შედი. მე ჯილდრებს. აბა მესამე პარტია მოვიდეს ჩაის დასალევად. მოვედი რა ვიცი, მე რამდენი ვარ არ ვიცი, მაგრამ მოვედი. ვაჭი შენ რა გინდა? რა მინდა? მე ვთქვი მესამე პარტია მოვიდეს მეთქი და არა მესამეჯერ მოდით თქო არ მითხრა. შეხო დალიე უკვე ჩაი. ხო, დავლიე. ელენე, რა მაგარია რა ისე დილაობით პირს უარი მოხმობ, რიში დგომა არ მიწევს. არ არის ნორმალური, არ არის რა. ნინო გამოხვედი? კი, ოთახში შევალ. ოთახში შეხვალ ნინო? პატა, შენთან მაქვს საქმე. იცი რა არის, რაც ილია გადმოვიდა აქ. ძალიან ბევრი ცხოვრობთ, ხო? თან შენ როგორც გატყობ მე, კაი ხანი ამ სახლიდან წავსვლელი არ ახარ, ხო? ოჩახლაშა, რა მიხვედრილი ხარ? ოჩახ. ხო და მომისმინე ახლა. რადგან ძალიან ბევრი ვართ ამ ოჯახში, გადავწყვიტე რომ ბინა ვიქირავო და გადავიდე. გადავალ, ბინას ვიქირავებ და გადავალ, ნინოსაც თან წავიყვან, ჩემი ძოლია ბოლოს და ბოლოს. მოიცადე, ერთი წუთი ლაშა, შენ რატომ უნდა იქირავო ბინა? გეშლება რაღაც? ბინა იქირავს დოდომამიდან, ილიამ და ნინომ. გადავიდნენ ცალკე, მე შენ და ელენე აქ დავრჩით. ნუ თუ ეხა რომელივე მათგანი ძალიან მოგონატრება და ჩვენ ახლა მომუნდებოდ, მოვიდნენ. გნახონ მე წავიდნენ ისო, ჰა? რასი? შეიძლება მე ნორმალური არ ვარ. მაგრამ გონი მაინც კარგი აზრი იყო. აი ფიქრე მაგას. პატა მომისმინე რა ახლა, მომისმინე ერთ წუთით. გავიგე რომ სახლი ქირავდება, ფრიდონი რო ცხოვრობდა ის სახლი ქირავდება. გადაუწყვეტია პატრონს გაქირავება და მოკლედ მინდა რომ მე ვიქირავო, მაგრამ დღეს საღამოს რაღაცა გეგმები მაქვს. ხო, და მოკლედ არ მცალიან და იქნებ შენ წახვიდე პატა და რაღაცა რომ მომიგვარო ესაკითხი, ჰა? კი ლაშა, რა პრობლემაა? კონდეს ჩემი იმედი კი ბატონო. შენ იმედი არა ის უნდა მქონდეს. აბა რაღაც მეუბნები. ой, ეს პრინციპი რა. ნუ, კარგი. ლაშა. მოდები რომელ არხსია? 46. 46. ჩაირთო. ნიკა. შედი ახლა აბაზანაში. ხო გინდოდა? მიდი, ჰე. დარი? აღარ მინდა. ეხლა მე რითმენდი და? აღარ მინდა. რა? სულ გადაირიე შენ კაცო, რებს ამბობ, რებ, რა აღარ გინდა. აი მიხუმთო რა. რა, მართლა არ შეიძლება მაგლუდის დალევა რა. ხო იცი, ჰალუცინაციებს იწვევს. მართლა იმ დღეს მოვსვი ცოტა და მომეჩვენა რომ ბექუნა ცხვირი ქონდა გასიებული. არა დედა, ჰალუცინაციებს კი არ იწვევს, ცხვირს ასიებს. არ არის რა ეს ლუდის ხაშვა და ჩამოსყვა ჩემი საქმე რა. ჩემი საქმეა, კიდე ერთი ორი ლუდი, ორი სამი ლუდი მოგვიტანეთ კიდე რა. აი, ჩემი საქმეა. მე ვიცი როგორც უნდა მოიშორო ეგ ლუდი თავიდან. როგორ და გადგი სადარბაზოში და ერთ-ორ დღეში წაიღებენ. ვინ წაიღებს ბიჭო მაგას? საიდუმლო სამსახური მამა. დავიჯერო ახლა შენი ლუდი რაიმე რადიოაქტიურ ნივთიერებას არ ასხივებს? კარგი, ეგ ლუდი გასაგებია, გავიგე, მაგრამ აი ეს ხრელი როდის უნდა ამოვავსოთ? რა სამბობს პატა, როდის უნდა ამოვავსო? პატა მითხრა ამოვავსებ, მაგრამ იცი მე უთხარი ვარი. რატო გია? კვადრატული მეტრი $60 დამიფასა და მეძვირა. მოდიც რა უნდა. ეს შენი ლუდი ჩავასხათ ამ ნახრეტებში. ხო იცი, შენი ლუდი რო თბება, მერე ბლანტი ხდება და წებოვანი, ქვავდება და ფართოვდება. ჩემთან ოთახში ვცადე უკვე. მეც შენთან ოთახშიც არის კედელში ხრელები? კი, აბა. სურათი გადავუღე და Facebook-ზე დავდე. თან სტატუსად დავაწერე, აბა სად არის გადაღებული თქო და ჯერჯერობით კომენტარებში ვარძია ლიდერობს. ლაშა დორონჯაძე. აი მე ყველაფერს ხვდები. აი რატომ ცდილობ ჩემს მოტყუებას გამაგებ? აი რატომ? არ ცდილობ? ხედავ როგორი ღიმილით უყურებ შენ ნინოს. აი, მოგცა.
შორს არ შეტოპო იცოდე, შენი ცოლია. რამე, აი, ჩემი ცოლი რო არა მე. აი, რა მე, ჩემი ცოლი რო არა. რა არის ამაში ცუდი შენი ცოლი თუ მოგწონს? რა არის ცუდი და დაანებე კიდე ამას თავი და სულ შეიძლება ჭამდე კაცო, სულ შეიძლება ჭამდე. არა. თავი ხელში აიყვანე და უნდა აუხსნა ნინოს და უნდა უთხრა თუ რას გძნობ მის მიმართ. თავი ხელში აიყვანე და არაც უნდრუკდე იცოდე. როგორც წესი და რიგია ისე უთხარი ყველაფერი, რა არის ეს? რა არის რა? არ დაგაცდია საკუთარ ცოლთან გრძნობებზე ლაპარაკს არ დაგაცდია და. ლაშა მე გავაღებ თავი. შეგავაღებ ნინო. გამარჯობა, შეიძლება? შეიძლება მოძალ. შემოდგია. ლაშა? რა. აი ეს ჩემი ჩამოსხმული ლუდია. ხო და აი შენ მოგიტანე საჩუქრად. სახსოვრად უბრალოდ. ხას უსვამ სახსოვრად მოგიტანე. სახსოვრად. მეთა სულ ხო, სულ აბა არა ხა, კაცო, მარტო შენ კი არ მოგიტანე ახლა. სხვასაც უნდა გამონაწილო რა ახლა. პაატას გამონაწილე, მამიდამის, ნინოს. ნინჩემნი. ოღონდ იცი რა, ისე შეინახე, მაინც რომ აი ნიკამ არ დაინახოს რა. რო არ დაალიოს ხო? მაგიტომას და საერთოდ აი რომ არ შეეხოს მაგიტომას რა. თუ საერთოდ ვერ დაინახავს, ისე თუ შეინახავ, უნჯობესი იქნება. და საერთოდ ცოცხალი ორგანიზმებისგან შორს თუ იქნება ეს ლუდი, ყველაფერს ეგაჯობებს. კი, შევინახავ, აბარაშვილა, მაგრამ სანამ შევინახავ გავსინჯავ რა. ხო იცი როგორი ფსუნაგი ვარ და. ეგ ფსუნაგობა დაგუბავს შენ. ხო. იყოს გია იყოს, ეთქო არ უნდა დავაფარო. არა, იყოს. სვაიც. აბა? რა. თუ იმეწება. ნელა ესა. ოპა. აჰა. როგორ ახლა? არა უშო. დასალევად როგორია ისე? რბილად რომ თქვა? ხო. რბილად. ხო. აი ასეთი საშინელება, ესეთი საზიზღრობა, ესეთი ამაზრზენი რამ ცხოვრებაში არ დამირეკა. რა არის გია ეს? რა ასეთი ლუდი რა მოგახარშინა გამაგებია? ეს არის წვიმის წყალზე, ნავთის ფერზე, მტკვრის გემოზე და რაღაც ჭაობის ლუდზე ბექა უკვე მეხუმრა ძალიან თქო არ გააგრძელო. მართლა? ხო. კარგი. ლაშა, შენთვის მაქვს ერთი ამბავი, ისიც ცუდი. ისმენ. ეხლავე. მოკლედ, როგორც იქნა, რომ ერთმა შეისმინა ჩემი ვედრება. ხოდა მეზობლად ძალიან კარგი ადამიანები გადმოვიდნენ საცხოვრებლად და ახლა უკვე ველოსიპედსაც ვთხოვ. რას ბოდიალობ წესიერად გამაგებინე რა. გია როგორ ახარ გამარჯობა. გამარჯობა. აშუქი. რაც ვართ. ეკონა როგორ არის? მადლობა. ხატავს კიდე? ხატავს. სხვათა შორის ის იმ დღეს მე მეტყვი? უი ხო. გუდიში გია რა. ეგეთ მადლობა. მოკლედ ლაშა, გეტყვი ახლა რა ხდება? შენ რომ თხოვე რომ ფრიდონის სახლი ქირავდება და წადი გაიგე რა ხდებაო? რა სიტუაციაო? მივედი და გაქირავებული დამხვდა. რა? არა ხარ შენ ნორმალური არა ხარ. ვიცი. ლაშა, აპატას ბრალია ხარ, ეხა ის ვიღაცა სხვა მიქირავა, ნუ. არა, ეგ არაფერი ამის ბრალი რა არის, ისე უთხარ. ისე უთხარ. ესე უთხარ. ხო. ვინ იქირავა? ძალიან კარგი ხალხია, სხვათა შორის ძალიან ისეთი კეთილი, სტუმართ მოყვარე, ზრდილობიანი, აბა, ესეთი წესიერი არისტოკრატები, რა ვიცი, რა ვიცი. აპატა, ახლა შენ ისე აკეფი მოჯახსო, რომ არ იცოდ რომ მე არ გამოსულა საკუთარ თავზე ვიფიქრებდი.
კაი, ხო, კაი. ხო, მომისმენე ხარ, რა უნდა გითხრათ მართლა, ხო? მოკლედ ეს ხალხი ხა საღამოს რაღაცა სუფრას აკეთებს რა გადმოსვლასთან დაკავშირებით და დაგპატიჟა ყველა. ყველა დაგპატიჟა და ხო ხტები ხა ეს საჩუქრის გარეშე მისვლა ცოტა უხერხულია ხელსარიელი რომ მივიდეთ უხერხულია და ამიტომ 20 ლარს ვაგროვებ მე. პადა ფულის მოტეხვა გინდა? რა სისულელია, რა სისულელი, რას ქვია, ვერ თუ გინდა შენ ააგროვე. ოღონდ 20 რა საჭიროა 15. არა ხარ შენ ნორმალური? არ შენ. შენა თუ გინდა ამ ახალ მეზობლებს რომ გავიცნობთ, მე სადმე სახინკლეში გავაგრძელოთ. დღეს? ხო. არა. დღეს არა, დღეს სხვა გეგმები მაქვს მე. ხო. მაცი ვარი? კარგი არა, კარგი, სულ ეხლა რამაცი ვარ, აბა რამაცი ვარ. რა ვიცი? უი, მაცი ვარ. კი, ოუ. მეზობლებო. ღია. გამარჯობა. სალამი. ღია რატო რა ვარ? რა ვიცი. მეზობლები ვართ ჩვენ. ჩვენ მეზობლები ვარ და აი. ვა. უცაბა კარი რატო იყო ღია? რა ვიცი მე რატო იყო. დავიდე. ნახვამდის. უკაცრავად. შენ უკვე მოხვედი ბაადა, ხო? ხო. სად არიან? მეზობლები სად არიან? ერთ წუთი დაუძახებ. რა, მოდია? ერთი წუთით. დადამ. რა სიკრიჭები და დადამ. დადამ. რა გჭირდება ვერ ხვდებით ეხლა თუ რა არის ვერ ხვდებით მართლა? ვაიმე გია მე მგონი ხვდები და აი ამის გააზრებაც კი არ მინდა რა აი ამის გააზრებაც არ მოიცა ის ზრდილობიანი და არისტოკრატი ოჯახი შენ ხარ? გია სტუმართ მოყვარე გამოგჩა დაბზანდი ვაიმე საჩუქრები მომიტან რა კარგია მომეცი რა მაგარია მომეცი საჩუქრები დაგერეკათ ესე რომ მომადექით აქ საჩუქრები დაგერეკათ მაინც და რაღაცას მოვამზადებდეთ დაგხვდებოდეთ უხერხულია არის ესე ხელსანელი რომ დაგხვდით ჰა რა როგორ გამიხარდა ეხა საჩუქრები მომეცით ეხლა ეს საჩუქრები წადით ეხლა ხო მომიწით რა გაგინე ხო მიხდით რო აქ ვარ ეხლა წადით მიდი კაი ვიხუმრე ხო მომეცი აბა ვაში შენ რა მომიტანე მითხარი აბა რა მოგიტანე ხო რა მოგიტანე და ელექტროჩაიდანი მოგიტანე ხო ელექტროჩაიდანი თავის რაღაც თქმა უნდა დასადგამით და შნური კარგი დადი სადმე იქით და მე ავი გავდო დადი სადმე აიგდებ და მე აიღე. კი. იქვე მოვამზადებ იყოს არის. ისე პაატა რო თქვი რომ ეხლა ამ ახალგადმოსულ ოჯახსო ბავშვი ყავს რომელიც თოჯინებზე გიждდებაო. თყუდათ რატომ აღიდიან ეხლა იქ თოჯინა? ოი, მადლობა გია ხო. ეს არაფერი ის რა ქვია ამ დღეებში ჩემი ნათესავი ბავშვის დაბადების დღე მოდის და ხო ხტები გაუმადგება იყოს. პაატა ისე კიდევ მაქვს შენთვის საჩუქარი. უი რა მითხარი რა სახლში მაქვს ოღონდ სახლში. ხო რა არის მე? რა არის და 100 ცალი ტყვია მაქვს.
და გამოვიტან და სათითაო დგესვრის უყველას. მე რომ აი გილზებს რო გადმოყრის, ხო, როგან იმ ხელ გილზებს ავიღებ და ხელით გესვი სათითაო შუბში ეზებს სათითაო. კარგი, რა გჭირს, რა არის, ლაშა, არ გაგიხარდა შენმა საუკეთესო მეგობარმა ბინა რო იქირავ, არ გაგიხარდა? გამიხარდა კი არა, თუ სწორად მახსოვს, ხო? ეს ბინა მე უნდა მეკირავ. კი, შენ უნდა გეკირავებინა, მართალი ხარ, მაგრამ ჭუაში გაჯობე და მე ვიქირავე. ხედავ ლაშა, ხედავ, მე ხო ვერა ვარ. წარმოიდგინე ხა, მე ხო ვერა ვარ, ხო? და გაჯობე ჭუაში, ხო, ფაქტიურად. ანუ რა გამოდის, შენც ვერა ხარ, ხო? შენც ვერა ხარ, რა. ანუ ორნი ვერა ვარ. ჩაარტყი, მიდი, ორნი ვერა ვარ. ხო, აი ღირსი არის მართლა რომ ჩავარტყა ერთი, რა. აი სანამ ჩაარტყე, ერთ რამეს გეტყვი რა. ამან ჭუითაც გაჯობა და ტანითაც. გაგენძრე ერთი ადგილი და შენ თვითონ შემოსულიყავი და გაგეგო ამბავი. აბა ეს რო გამოაგზავნე, რა გეგონა? ეხა ჩაარტყი თუ გინდა. ისე რა უნდა ჩამარტყოს. ხარა, არა, გამაგებინე რა, რა ქვია, ამის საქციელს რა ქვია ერთი. აი, რა ქვია ამის საქციელს? გეტყვი, დაწნარდი გეტყვი. ანუ სერიოზულად გიპასუხო თუ რამე ისეთი თქვა რომ გაგეცინოთ? ჰა? არ არის ეს ნორმალური, არ არის ეს ნორმალური. კარგი, ერთი წუთი დამშვიდი, უბრალოდ რა არის ლაშა, რომ მივედი ის ბინის თაობაზე ლაპარაკი რომ დაუწყე, ხო ესე მითხრეს რომ ხო ხტები, ოღონდ იმ ლოთმაო, იმ დეგენერატმა და იმ კრიმინალმა და იმ ავაზაკმა არ იქირაოსო ეს ბინაო და ვინც გინდა იმან იქირაოსო. ხო ხტები ესე და მე კიდე მისნო იმათა უარი მითხრე ეგრევე და მოიცა, ლოთი, კი ბატონო, რა კრიმინალი დავაზაკე? ეგენ მე დავამატე ისე. არა, აი გამაგებინე, აი რისი ღირსია გამაგებინეთ რა. რა გჭირს ლაშა ვერ გავიგე, თუ ესე ძალიან გიდა ამ ბინის ქირაობა, ატექი და ფული შენ გადაიხადე, მე ვისხორებ, რა პრობლემაა? არ შემიძლია მას ლაპარაკი, არ შემიძლია რა. გია ისე სხვათა შორის წარმოიდგინე ახლა მე და შენ ერთი კედელი გვექნება, ხო მაგარია გია, ჰა რა სიტყვი? კი, ძალიან მაგარია. მე და შენ საზიარო კონტინენტი რო გაქვს, ეგ მაგეჟებს და ახლა საერთო კედელი რო გვექნება, ალბათ რო გადავიდე. ხა ესე უცბობა. უი, მართლა. გია. პატა მე შენთვის კიდევ მაქვს ერთი? საჭაო რა არის? მითხარი მე რას მიმალა ლაშა რა. არა. თვალები დახუჭე და მე გადახებ. თვალები დახუჭო? კი. აჰა. არა, ეგრე დაინახავ, მაინც დაინახავ მე შენი ამბავი რო ვიცი. თვალები დახუჭე, თან შემოტრიალდი. თვალები დახუჭო, თან შემოტრიალდე? ხო, აბა. აჰა. არ შემოტრიალდი. აი ასე ვაბრუნდე აი ჰა რა ვქნა შემოbrunდე არ დავლევ რამბულს გაწმინდა კაცო ეს ლუდი არ დილით რო დავლია ისედაც საშინელება იყო ისედაც კუჭი მტკივა დღევთელი დღეა გაძალა მაგას დავდგავ აქ და იდგეს აქ არა თუნე ამ ლუდის დალევა არა კაცო აქ თუ დავდგი დავასხა კათხა რაღაც მინდოდა თუ არ აო დავასხავ და იდგეს ეს აჰა გაზიც არა რაღაცა ქონია. არა, დავდგავ, დავასხავ, დავდგავ და იდგეს ეს. ამის დამლები მე არა ვარ. არა. რო არ მტკიოდეს კუჭი კი ბატონო. არა აქვს, მტკივა კუჭი. რაღაც დავდგე ხა, თუ არ დავლევ, რაღაც დავასხე. ცოტას რა რიკაცო რა საშინელება ეს რა ასე თუც რომ რაღა ლუდის ჩამოსხმას აპირებ კაცი რა წესიერი მაინც ჩამოასხი და თუ ცუდი გამოგივა მე რაღაც მჩუქნია ამ ლუდს გამაგებინა რა არა რა ამის დალევა არ შეიძლება რა ჯანდაბა რა აი ამ სითხის
ოჯახში გაჩერებაც არ შეიძლება. რა არის ეს რა? ალო. გისმენთ ბატონო კახა? დიახ. გამარჯობა. ხო, მაგრამ რა ვქნა, აბა მე ვერაფრით ვერ დაგეხმარებით. კი, გასაგებია მესმის, მაგრამ საიდან მოვიტანო ახლა ამდენი შხამქიმიკატები ვერ გავიგე. ადგნე და ჭამონი ხა იმ ხოჭოება ის ნათესები, სოდოები არ არიან, აბა რა არიან. ხო, მაგრამ რა უყო, ახლა მაგათაც ხო უნდა ჭამა და არ ვიცი ბატონო კახა, რა ვქნა, ვერაფრით ვერ დაგეხმარები. რა ვქნა, აბა რა ვიცი, აბა. როგორც გინდათ. კარგით. შხამქიმიკატები, შხამქიმი, საიდან მოვიტანო შხამქიმიკატები? ისე მავალებს გეგონება ეხლა. პრინციპში უფროსია და უნდა დამავალოს აბა რა უნდა ქრეს მაგანაც. ფუ ეს რა არის? წებოს გემოაკ რა არის ეს? ფუფ. სად გადავა? მოდი, ამ ყვავილს დავუსხავ, ჰა? მაინც ხმება და ბარებ თვრალი გახმეს. აბა მირთვი ყვავილო. ო, ამას მე გადავაგდებ. ამ ქუთას კიდე აქ ნახურეთს ამოუსებ და ლობიოს მოვხარშავ. გაშლის და მე ამოვხარ. იკაელელებრო თაფლი დაგიტოვა შეჭამე? აბა რა შევჭამე, ხოც მე რა სიხარულით ვჭამთ აქ. იკა, ეხა ბობისმინე გეხვეწებ, ეს წაიღე და აბაზანის ნიჟარაში ჩაასხი. მიდი, ჩქარა, გეხვეწები, ჩქარა. და აბაზანის ნიჟარა რო გაჭედილია. რატო? ცუდად გააკეთა ხელოსანმა? ხო, ცუდად გააკეთა ძალიან. აბა 3 კოლზი თაფლი უნდა ჭედავდეს იმ ხელა მილს. ნიკა. თაფლი ჩაასხი ნიჟარაში? არა, ეს ისე ვთქვი მაგალითისთვის. გადავასხავ. მიდი, ჩქარა. რანაირი გემოაქვს რა, მას თაფლი ჯობია 1000 ჯერ. არა, 20 ჯერ. ფურა არის ეს ასა. დედა რა გავქნა, იატაკი მოსპე. გამიგიჟდება პაატა. დედა რა დამემართა ეს. დედა როგორ მოაპრიალა, ჰა? ხედავ შენ. დედა რა გააპრიალა? არ არის ეს საჭმელების კეთება ჩემი საქმე რა. ჩემი საქმე ყავის მოდუღება. თუ ძალიან კარგად ეგეც არ გამომდის. აბა რა გამომდის კარგად? მე ვიცი, მე ძალიან კარგად გამომდის იმის აღიარება, რომ არაფერი კარგად არ გამომდის. ეს საქმეა. რა უყო ხა ამ საჭმელს? ძმარი აკლია. ეს რა ჩავასხი? ფუ, გიასლუდი. ეხლა ამას მი შეჭამს, ლაშაც კი არ შეჭამს ამას. თუ მაინც შეჭამს. ელენე მე მგონი ძალიან მაგარი საჭმელი გამომივიდა. გამომივიდა კი არა, შეგნებულად გავაკეთე. შეგნებულად გავაკეთე. მართალი ყოფილა ლაშა. ქვაბიდან ჭამა სულ სხვა ეშხიებს. ოჩახე. როგორც იქნა მარტო ვარ?
მარტო ხელს ვერავინ ვერ შემიშლის. ესე იგი. ეს ყვავილებიც აქ არის. ნინოს დაველაპარაკები. და რა არის კიდე რან ხელა ვარ თლიანობაში ვერ ხედავ ჩემთან ნაწილ ჩავრონა. ესე იგი, ნინოს დაველაპარაკები და უხსნი ყველაფერს. მეტყვი რასაც განვიცდი მის მიმართ, რომ გამაჩნია გრძნობები და მინდა აი ამ ურთიერთობების გახსნავება. თვითონაც თუ ამ ყველაფერზე დამთანხმდება, რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ არ იმითხრა, რა გამოვა? გამოვა რომ რა უნდა ვქნა, დავრჩებით ისევ ცოლქნად. მოიცა, რა გამოდის ახლა რომ ამ ცოლის მოყვანა მინდა ცოლად? ცოტა უცნაური კი არის. ეს წარმოიდგინე ახლა უნდა აუხსნა სიყვარული შენს ცოლს და არ იცი ისაც გიპასუხებს. კარგი, არა უშავს. ცოტა სხვა ნერვიულობ, ლაშა, ჰა? კი, ნერვიულობ. სიმღერებისთვის სხვა რაჯობებს ერთი 3-4 ტოლმა რო შევჭამო, ჰა? რატომ? აი ამ დროსაც ჭამის დროს შემოაყოს კარები და შემოვიდეს რა პირ გამოტენილი ხო არ დახვდები, რა? დღესაც პირ გამოტენილი ხო არ დახვდები? არგეს ესე, ანუ არა უშავს. მაშინ ეფექტური დახვედრა უნდა მოვფიქრო რამე. ძალიან ბანალურია. ასე? ასე უფრო ბანალურია. ეს ორლარიანი ვის დაუვარდა? ლაშა მოვედ. მოხდი ნინო. ეფექტური დახვედრა კი გამომივიდა. რა გამოპრანჭული ხარ ლაშა? უი ხო. კიდე ძოლი ხო არ მოიყვანე? არა. არა, ნინო, შენთან საქმე მაქვს. რა ლამაზი ყვავილები, ლაშა როგორ მიყვარს იასამანი? კი. უსუნე. მეც მიყვარს ძალიან იასამანი. ნინო, შენთან მაქვს საქმე. უი ლაშა, მეც მაქვს შენთან საქმე. მართლა? ხო. მოდი მაშინ ჯერ შენ მითხარი, წამოდი. ამ დავსხეთ და შენ. ჯერ შენ მითხარი რა საქმე გაქვს და მე გეტყვი მე რა საქმე გაქვს, კარგი? გითხრა? აჰა. გითხრა? მითხარი. მერიდება. უკარი. ლაშა. გარეთ სადარბაზოში არის ვასიკო. შეიძლება რომ შემოვიყვანო. შემოიყვანო, უნდა შემოიყვანო, ბარივო რა. რა საყვარელი ხარ ლაშა? აი რა საყვარელი. შენ რა უნდა გეთქვა? მეც მაგის თქმას ვაპირებდი გარეთ სადარბაზოში ვასიკო. მოიცა. ვასიკო, შემოდი. შემოდი ვასიკო, შემოდი. შემოდი. რა მიშოს? რა გერიდება? თავი იგრძენი ისე როგორც საკუთარი შეყვარებულის ქმრის დის ოჯახში. ლაშა, ეს ყვავილები ილია მაჩუკა ელენეს, ხო? არა, ეს ყვავილები მე ვის უყიდე შენ? ვის და მიქსერი ხომ არ გაქვთ მათხოვეთ რა. არა გვაქვს მიქსერი. ლაშა, ხო, მითხარ და ვის უყიდე? ვის დოდო, ქალბატონ დოდოს უყიდე ეს ყვავილები. ქალბატონ დოდოს უყიდე ეს ყვავილები. დიახ, ხო, აი ეს მე რატო? აი ეს თქვენ. რატო ლაშა, რატო? რატო და პაატასთან ცოტა უხერხულად გამომივიდა დღეს რო ვიყავით, ხო რა, მაგიტო კი. აი მე ლაშა, დიდი მადლობა. შენ გონია მე ვერ ხვდები რომ ეგ უცბად მოფიქრებული მიზეზია? მე ვიცი ეს თაიგული რატომაც მომართვი. მართლა? განა ვერ ხვდები რომ აი ესე რაღაცნაირად მიყურებ, თვალებით მიწამ.
და ის პატას კითხე ხო რომელი ყვავილი მიყვარდა? ვაიმე რა ყურადღებიანი ხარ ლაშიკო რა ყურადღებიანი. ესა იცით რა არის დოდომამი და ახლა აგიხსნით იცით ეს ყვავილები მინდოდა რომ აქ ვაიმე კარგი ახლა კარგი რა სიპრანჭები რა გავიდოდი კაცო მარინასთან და გამოვიტანდი იქიდან მიქსერს მაგრამ იცი რა აი რაღაცა მეც აი აქეთ მიწევს გული ლაშა ვასიკოს გავაცილებ ხელსაც არ შეგიშლით გააცილე ვასიკო გააცილე უფროსები მოგწონს ლაშა ჯიგარი ხარ ახონდის კარგად ახონდის დოდომამი და ახლა აგიხსნით ქალბატონო დოდო ყველაფერს იცით კარგი გინაცვალე კარგი ახლა ვაიმე რა სიმპათიური ხარ ასე ძალიან სიმპათიური ხარ მაგრამ იცოდე რომ ასე არაფერი არ გამოვა მართალი ხარ არ გამოვა იცი ცოტა კი ხარ ესეთი ფერხორციანი ბიჭი მაგრამ ცოტა უნდა დაიკლო ეს ღიპუცები მე ხლა იცი რას ვიზავ სახლში გავალ რამე გემრიელს გამოვაცხობ და მოგვიანებით შემოდი კარგი შარიდან შარში კი არა შარიდან ძალიან ბედნიერი იყო დოდოლაშა რა ხდება თქვენ შორის ნინო არაფერიც არ ხდება მე მინდა შენ დაგელაპარაკო რა მე რაღაცა მინდა შენ მეც მინდა რომ დაგელაპარაკო და რა კარგია რომ მარტოები ვართ დაჭიქი ხომ მოკლედ ვიფიქრე რომ ჯერ შენ გეტყოდი და მე უთხრათ სხვებს ხო ლაშა მე უკვე ყველაფერი გავარკვიე გადავწყვიტე და შეგვიძლია შემდეგ კვირაში გავშორდეთ და აღარ ვიყავ ცოლქმარი ვაუ წავალ საქმეა გაგიხარდა რა ბედნიერი ვარ რანე დეტექტივი იყო ახლა რა ესე იგი თვითონ ყოლელი აღმოჩნდა მოკლული ზაბა იმ სხვა ხალხთან როგორ გაიქცა ნაცო ეთქო ეს ფურცლები რო გამოვტოვე აი ეგეც და ყველაზე მთავარი და იმის მე ავიჭერე ეთქო ამას თავიდან რა წაიკითხოს ამა საღამოშიდობისა გია შეიძლება გია შენი მოხარშული ლუდი ხო არ გაქვს კიდე 1-2 ბოთლი მინდა რა ის უნდა აჩიკო ის უნდა გამომწარო სიცოცხლე არა გია ის უნდა ვაჩიკო ჩემთვის მინდა ჩემთვის გინდა ხო მოგეწონა რას ლაპარაკობ გია ეგეთ ხო გითხარ ეგეთ საზრდოობა ცხოვრებაში არ დამილებია რა არის იცი აი კუჭის წვას აი გულძმარვას იჟოგას რო ვეძახით რა რამდენი წამალი არ დავლი არც ერთმა არ მიშველა შენი ლუდი დავლი და გამიქრო ეგრე აი აბა რა კარგია ხო მოგიტან მაშინ ხო მიდი ერთი მოთვლი აი მე გია რა კარგია სახში რო ხარ ჩამომისხი ერთი შენი ლუდი გენაცვალე რა თქვენს კუჭი გაწუხებთ კუჭი რა შუაშია კაცო რა დამალევინებს მაგ საზიზღრობას დედა იატაკებს აპრიალებს რაღაცა გადასარევად აი სუტყრიალი გავდის ყველა ნაირ მასტიკას ჯობია ვაიმე ლაშა ახლა ესე იგი თქვენს გამოგიტანთ მაშინ გამარჯობა გიაბიცია ისა შენს ლუდი გინდა? დიხ ეხლა არ მითხრა რომ შენ კიდე მეცადინეობაში გეხმარება არა მე მეცადინეობაში ვერაფერი ვერ დამეხმარება მაგრამ ეს ბოთლი დედამ გავამატანა
გიას ლუდი სადილს უხდება ძალიანო და ეს კიდე ნინობიცოლამ იმიან გაჭედილ მილებს ასუფთავებს. მოიცავთ ახლა მე ცოტა ხანი მეც ესე ცოტა დავწყნარდები, დავლაგდები და მე მოგხედავთ რა. გია, ცოტა მალე დაწყნარდი რა. ესე იგი ახლა რა გამოდის? ესე იგი ეს ჩემი ლუდი. ესე იგი შველის გულძმარვას, ესე იგი საჭმელს უხდება, იატაკს აპრიალებს და კიდევ გაჭედილ მილებს წმენს, ხო? საოცრება. ნეტა კიდე რა შეუძლია, ჰა? ია. ამიერიდან ჩემი მზე უნდა იფიცო, შენ. რაშია საქმე, რა მოხდა? რაშია საქმე და შენი ლუდი მიმაქვს, უარგესი ლუდი შენი, წარმოიდგინე, მიმაქვს. შენ რა გინდა? კეთრი ახლა რა ხდება? დღეს დამერეკე სამსახურიდან და დამავალის წერების საწინააღმდეგო შხამქიმიკატების შოვნა, ხო ხდები? ხო და მე ვერ ვიშოვე ეს შხამქიმიკატების წერების საწინააღმდეგო და მე სახში რო ვიყავ, შემთხვევით ეს შენი ლუდი ყვავის დავასხი. ხო ხდები და რო დავასხი მაინც ჭიები ყავდა და ხმებოდა, ხო ხდები? და დავასხი. დავასხი ეს ჭიები ამოხოცა ამ ლუდმა, წარმოიდგინე ამოხოცა და ეს ყვავილმა გაიხარა. ყვავილმა გაიხარა და მე დაურეკე სამსახურში და ვეუბნები ესეთი რაღაც ხდება მეთქი და მითხრეს წამოიღეო, ხო ხდები? თან ფულს იხნიან, გია ფულს. მართლა? აი შენ მზეს ფიცავ პაატა რა. მითხრა რამდენი გინდა? რამდენი მინდა და სულ მიმაქვს, სულ რაც გაქვს სულ მიმაქვს. მოიცა, შენს წინ ვიყავით ჩვენ ძმაო, ეგრე სადა. კარგი, ისა პაატა, რას ნიშნავს სულ გინდა? ჯერ რიქში ლაშა, ჯერ ჩვენ უნდა მოგწეს გიამ. ნუ კარგი, ხო ერთი წუთი, აი ბოლო ვინ არის აბა? მე. ხო, ჩემს მერე შენ იქნები ბავშვი, კაი. დილში და ვისა ელენე. ვა, რა კარგია, ყველაცვის ამზადებ კარაკიან პურებს. კი, ოღონდ ეს ჯერ მარტო ლაშას მოუმზადე. დანარჩენებსაც მოუმზადე. ყველა ლაშასი. კაი, აბაზანაში შევალ, მე არის ვინმე? პაატა, დაელოდე მალე გამოვა. უკვე 2 საათია რაც შესულია. კიდე არ გამოსულა? არა, ველოდები. შეცელოდები? კარგი, მაშინ შესმერე ვიქნები გოგონი. კიდე არ გამოსულა. არა, ველოდებით დადექი რიგში. კარგით, მაშინ თქვენ შემდეგ მე ვიქნები. კაი. წავალ კომპიუტერში თამაში. ნიკა, მოდი აქ. გუშინ რომ მითხარი დილას ისტორიას ვისწავლი და ჩაგაბარებო, დაიწყე. რა პრობლემა? მიდი. ნინო მასწავლებელო ბოლდიში დღეს გაკვეთილი არ ძის სახში. სახში სტუმრები მყავდა პაატას მამი და ბიძაჩემის ცოლი. დროზე წადი ახლა ისწავლე ისტორია, დროზე თორ სკოლაში დაგაგვიანდება. მიდი. არა, რა კარგი მიზეზია რა. ისე დედა ნინო ლაშაბიძეამ მოიყვანა, ილია შენ მოიყვანე, დოდომამი და პაატამ და პაატა ვისთან არის მოსული? ისტორია. ისე პაატა ვისთან. დილამშვიდობის ბოლო ვინ არის? მე ვარ, მაგრამ ჩემს მერე ერთი ბავშვი იყო მგონი. არა უშავს, ის პატარა ბავშვი მოითმეს. ვერ მოვითმენ. ჯერ ერთი მე პატარა ვარ და შენზე პირველი მე მოვიდექ და რამე პრივილეგია ხო უნდა მქონდეს. თუ პატარა ხარ ეგ სიტყვა საიდან იცი? გამოდი აქედან, გამოდი აქ. მე ვიქნები შენს წინ. შენზე პირველი მე მოვიდექ. რას მოდიოდი მე კაცო, რას მოდიოდი? ვერ ხედავ რამდენი ხალხი ვართ აქ, ა? ისე იმდენი ვართ ძველი რო იყოს დაგვარბებდნენ. სად არის ილია? ოთახში ჩაუკეტე ზევით. რატო? ერთით ნაკლები. ხო. ოჯახ, მაგრამ ახლა ერთით ნაკლები, ახლა ერთით ნაკლები იქნება. გადიიქით რო გეუბნე. თქვენს მერე მე ვარ. ხო. ისე როგორი ესეთი კარგი მწყობრი რიგია. არავინ არ მიისწრაფის წინ. უხეშად რო იციან ხოლმე გამატარეთ გენათალე. ცოლიანი ქმარიანი. ესეთი რიგია. გამოდი პაატა, ვეღარ ვითმე კაცო, გამოდი.
კარგი რა დედა რა 10 წამის წინ არ მკითხე და არ გითხარი არ მშიათქო? კი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ხო შეიძლებოდა რომ მოგშიებოდა. რა ზანარის საშინელი ლუდი გამომივიდა აი დასალევად ხო არ ვაგადავრაგა და საწავი ყო ეგეც არ ვიცი კაცო. ყარში ვერ გადავასხამ ესე ბენზინის ყალიბით ესე მიყვება დავაბენზინებ დინარას. ხეში რო წავიდე სადმე და რო გადავასხა გარემოს დაცვის სამსახური დამაჯარიმებს. რა ვქნა მამა? მე ვიცი რაც უნდა რა. ეგ ლუდი გადაასხი ბოთლებში და აი ბოთლებს რო იბარებს იმ კაცს გაატანე. მაგრამ არ გამოვა. იმიტომ რომ ისეთი ამაზრზენის უნი აქვს რომ ბოთლის კედლებშიც ატანს. არა, მე ვიცი რა უნდა ქნა. შენს დაარქვით ცუდი ლუდი. აი ხო არსებობს ცუდი ქართული ლუდები და ამკიცებენ რომ კარგიაო. ხო და შენ გულწრფელი მაინც იქნები, გია. მე დაგიფასდება. დაგიფასდება ეს გულწრფელობა და მე გაგეყიდება. მამა, შენ ლუდს ალკოჰოლის შემცველობა რამდენი აქვს? ასო 3.5-დან 14.3%-მდე. და ოქტანობა? აუ, მამა, რა არ უნდა გაგეყიდა ის მანქანა რა. ჩაასხამდი ახლა ავსში ამ შენ ლუდს და ივლიდი უფასოდ. აი, რანაირი ლუდია, იცი, აი როგორ გითხრა რა. აი, ჩვეულებრივ ლუდს რო სვამ, ხო? აი, ხო ასეთი, აი, ხო. ხო, აი, ხო, ამას რო სამ როგორი ხმა გამოდის, იცი, აი, ჯაყ, ბლუხ, ხო. შორის ლევან მასთვის მინდოდა ამ ლუდის გაგზავნა, მაგრამ ის რა გჭირთ ვერ გავიგეთ. შეგიძლიათ ერთხელ ნორმალურად ძილი რო დამაცადოთ, შეგიძლია რა. ამოდი მე ხარე მიბრახუნებით. მოდი შედი. მე ჯენტლმენი. აბა მესამე პარტია მოვიდეს ჩაის დასალევად. მოვედი რა ვიცი, მე რამდენი ვარ არ ვიცი, მაგრამ მოვედი. ვაჭი, შენ რა გინდა? რა მინდა? მე ვთქვი მესამე პარტია მოვიდეს მეთქი და არა მესამეჯერ მოდით თქო არ მითხრა. შეხო დალიე უკვე ჩაი. ხო, დავლიე. ელენე, რა მაგარია რა ისე დილაობით პირს რო არ იმახმობ, რიგში დგომა არ მიწევს. არ არის ნორმალური, არ არის რა. ნინო გამოხვედი? კი, ოთახში შევალ. ოთახში შეხვალ ნინო? პატა, შენთან მაქვს საქმე. იცი რა არის, რაც ილია გადმოვიდა აქ. ძალიან ბევრი ცხოვრობთ, ხო? თან შენ როგორც გატყობ მე, კაი ხანი ამ სახლიდან წავსვლელი არ ახარ, ხო? ოჩახლაშა, რა მიხვედრილი ხარ, ოჩახ. ხო და მომისმინე ახლა. რადგან ძალიან ბევრი ვართ ამ ოჯახში, გადავწყვიტე რომ ბინა ვიქირავო და გადავიდე. გადავალ, ბინას ვიქირავებ და გადავალ, ინოსაც თან წავიყვან, ჩემი ძოლია ბოლოს და ბოლოს. მოიცადე, ერთი წუთი ლაშა, შენ რატომ უნდა იქირავო ბინა? გეშლება რაღაც, ბინა იქირავოს დოდომამიდან ილიამ და ნინომ. გადავიდნენ ცალკე, მე შენ და ელენე აქ დავრჩით. ნუ თუ ეხა რომელივე მათგანი ძალიან მოგონატრება და ჩვენ ახლა მომუნდებოდ, მოვიდნენ, გნახონ მე წავიდნენ ისო, ხა? ასე. შეიძლება მე ნორმალური არ ვარ. მაგრამ გონი მაინც კარგი აზრი იყო. აი ფიქრე მაგაზე. პატა მომისმინე რა ახლა, მომისმინე ერთ წუთით. გავიგე რომ სახლი ქირავდება, ფრიდონი რო ცხოვრობდა ის სახლი ქირავდება. გადაუწყვეტია პატრონს გაქირავება და მოკლედ მინდა რომ მე ვიქირავო, მაგრამ დღეს საღამოს რაღაცა გეგმები მაქვს. ხო, და მოკლედ არ მცალიან და იქნებ შენ წახვიდე პატა და რაღაცა რომ მომიგვარო ეს საკითხი, ჰა? კი ლაშა, რა პრობლემაა? კონდეს ჩემი იმედი კი ბატონო. შენ იმედი არა ის უნდა მქონდეს. აბა რაღაც მეუბნები. ой, ეს პრინციპი რა. ნუ, კარგი. ლაშა. მოდები რომელ არხსია? 46. 46. ჩაირთო. ნიკა. შედი ახლა აბაზანაში. ხო გინდოდა? მიდი,
დარი? აღარ მინდა. ეხლა მე რითმენდი და? აღარ მინდა. რა? სულ გადაირიე შენ კაცო, რებს ამბობ, რებს, აღარ გინდა. აი, ვიხუმთო რა. რა, მართლა არ შეიძლება მაგლუდის დალევა რა. ხო იცი, ჰალუცინაციებს იწვევს. მართლა იმ დღეს მოვსვი ცოტა და მომეჩვენა რომ ბექუნა ცხვირი ქონდა გასიებული. არა დედა, ჰალუცინაციებს კი არ იწვევს, ცხვირს ასიებს. არ არის რა ეს ლუდის ხაშვა და ჩამოსყვა ჩემი საქმე რა. ჩემი საქმეა, კიდე ერთი ორი ლუდი, ორი სამი ლუდი მოგვიტანეთ კიდე რა. აი, ჩემი საქმეა. მე ვიცი როგორც უნდა მოიშორო ეგ ლუდი თავიდან. როგორ და გადგი სადარბაზოში და ერთ-ორ დღეში წაიღებე. ვინ წაიღებს ბიჭო მაგას? საიდუმლო სამსახური მამა. დავიჯერო ახლა შენი ლუდი რაიმე რადიოაქტიურ ნივთიერებას არ ასხივებს? კარგი, ეგ ლუდი გასაგებია, გავიგე, მაგრამ აი ეს ხრელი როდის უნდა ამოვავსოთ? რა სამბობს პატა, როდის უნდა ამოვავსო? პატა მითხრა ამოვავსებ, მაგრამ იცი მე უთხარი ვარი. რატო გია? კვადრატული მეტრი $60 დამიფასა და მეძვირა. მოდიც რა უნდა. ეს შენი ლუდი ჩავასხათ ამ ნახრეტებში. ხო იცი, შენი ლუდი რო თბება, მერე ბლანტი ხდება და წებოვანი, ქვავდება და ფართოვდება. ჩემთან ოთახში ვცადე უკვე. მეც შენთან ოთახშიც არის კედელში ხრელები? კი, აბა. სურათი გადავუღე და Facebook-ზე დავდე. თან სტატუსად დავაწერე, აბა სად არის გადაღებული თქო და ჯერჯერობით კომენტარებში ვარძია ლიდერობს. ლაშა დორონჯაძე. აი მე ყველაფერს ხვდები. აი რატომ ცდილობ ჩემს მოტყუებას გამოგე? აი რატომ? არ ცდილობ? ხედავ როგორი ღიმილით უყურებ შენ ნინოს. აი, მოგცა. შორს არ შეტოპო იცოდე, შენი ცოლია. რამე, აი, ჩემი ცოლი რო არა მე. აი, რა მე, ჩემი ცოლი რო არა. რა არის ამაში ცუდი შენი ცოლი თუ მოგწონს? ხო. რა არის ცუდი და დაანებე კიდე ამას თავი და სულ შეიძლება ჭამდე კაცო, სულ შეიძლება ჭამდე. არა, თავი ხელში აიყვანე და უნდა აუხსნა ნინოს და უნდა უთხრა თუ რას გძნობ მის მიმართ. ხო, თავი ხელში აიყვანე და არაც უნდრუკდე იცოდე. როგორც წესი და რიგია ისე უთხარი ყველაფერი, ხო. რა არის ეს? რა არის რა? არ დაგაცდია საკუთარ ცოლთან გრძნობებზე ლაპარაკს არ დაგაცდია და. ვაშა მე გავაღებ თავი. შეგავაღებ ნინო. გამარჯობა შეიძლება? კი შეიძლება მოგწოდო თახში. შემოდი გიაში. აშა? რა. აი ეს ჩემი ჩამოსხმული ლუდია. ხო და აი შენ მოგიტანე საჩუქრად, სახსოვრად უბრალოდ. ხას უსვამ სახსოვრად მოგიტანე. სახსოვრად. მოიცა სულ? ხო, სულ, აბა არა ხა, კაცო, მარტო შენ კი არ მოგიტანე ახლა. სხვასაც უნდა გამონაწილო რა ახლა. ხო? პაატას გამონაწილე, მამიდამის, ნინოს ხო. ნინჩევი. ოღონდ იცი რა, ისე შეინახე, მაინც რომ აი ნიკამ არ დაინახოს რა. რო არ დაალიოს ხო? მაგიტომას და საერთოდ აი რომ არ შეეხოს მაგიტომას რა. თუ საერთოდ ვერ დაინახავს, ისე თუ შეინახავ, უნჯობესი იქნება. და საერთოდ ცოცხალი ორგანიზმებისგან შორს თუ იქნება ეს ლუდი, ყველაფერს ეგაჯობებს. კი, შევინახავ, აბარაშვილა, მაგრამ სანამ შევინახავ გავსინჯავ რა. ხო იცი როგორი ფსუნაგი ვარ და. ეგ ფსუნაგობა დაგუბავს შენ. ხო. იყოს გია იყოს, ეტყობა არ უნდა დავაფარო. არა, იყოს, ეს მაინც. აბა? რა. თუ და იმეთება. ნელა.
მელა ესა. ოპა. აჰა. როგორ ახლა? არა უშო. დასალევად როგორია ისე? რბილად რომ თქვა? ხო. რბილად. ხო. აი ასეთი საშინელება, ესეთი საზიზღრობა, ესეთი ამაზრზენი რამ ცხოვრებაში არ დამირეკა. რა არის გია ეს? რა ასეთი ლუდი რა მოგახარშინა გამაგებია? ეს არის წვიმის წყალზე, ნავთის ფერზე, მტკვრის გემოზე და რაღაც ჭაობის ლუდზე ბექა უკვე მეხუმრა ძალიან გთხოვ არ გააგრძელო. მართლა? ხო. კარგი. ლაშა, შენთვის მაქვს ერთი ამბავი, ისიც ცუდი. ისმენ. ეხლავე. მოკლედ, როგორც იქნა, რომ ერთმა შეისმინა ჩემი ვედრება. ხოდა მეზობლად ძალიან კარგი ადამიანები გადმოვიდნენ საცხოვრებლად და ახლა უკვე ველოსიპედსაც ვთხოვ. რას ბოდიელობ წესიერად გამაგებინე რა. გია როგორ ახარ გამარჯობა. გამარჯობა. აშივე. რაცა, ვართ. ეკონა როგორ არის? მადლობა. ხატავს კიდე? ხატავს. სხვათა შორის ის იმ დღეს მე ტყვი? უი ხო. გუდიში გია რა. ეგეთ მადლობა. მოკლედ ლაშა, გეტყვი ახლა რა ხდება? შენ რომ თხოვე, რომ ფრიდონის სახლი ქირავდება და წადი გაიგე რა ხდებაო? რა სიტუაციაო? მივედი და გაქირავებული დამხვდა. რა? არა ხარ შენ ნორმალური არა ხარ. ვიცი. ლაშა, რა პატას ბრალია ხარ, ეხა ის ვიღაცა სხვა მიქირავა, ნუ. არა, ეგ არაფერი ამის ბრალი რა არის, ისე უთხარ. ისე უთხარ. ესე უთხარ. ხო. ვინ იქირავა? ძალიან კარგი ხალხია, სხვათა შორის ძალიან ისეთი კეთილი, სტუმართმოყვარე, ზრდილობიანი, აბა, ესეთი წესიერი არისტოკრატები, რა ვიცი, რა ვიცი. პატა, ახლა შენი სიაქეფი მოჯახსო, რომ არ იცოდ რომ მე არ გადმოვსულა საკუთარ თავზე ვიფიქრებდი. კაი, ხო, კაი. ხო, მომისმენე ხა რა უნდა გითხრათ მართლა, ხო, მოკლედ ეს ხალხი ხა საღამოს რაღაცა სუფრას აკეთებს რა გადმოსვლასთან დაკავშირებით და დაგპატიჟა ყველა დაგპატიჟა და ხო ხტები ხა ეს საჩუქრის გარეშე მისვლა ცოტა უხერხულია ხელცარიელი რომ მივიდეთ უხერხულია და ამიტომ 20 ლარს ვაგროვებ მე. პატა ფულის მოტეხვა გინდა? რა სისულელია, რაშა, რა სისულელი, რას ქვია, ვერ თუ გინდა შენ ააგროვე. ოღონდ 20 რა საჭიროა 15. არა ხარ შენ ნორმალური? არ შენ. შენა. თუ გინდა ამ ახალ მეზობლებს რომ გავიცნობთ, მე სადმე სახინკლეში გავაგრძელოთ. დღეს? ხო. არა. დღეს არა, დღეს სხვა გეგმები მაქვს მე. ხო. მაცი ვარი? კარგი რა გია რა. კარგი, სულ ეხლა რამაცი ვარ, აბა რამაცი ვარ. რა ვიცი? უი, მაცი ვარ. ოუф. მეზობლებო. ღია. გამარჯობა. სალამი. ღია რატო როგორი? რა ვიცი. მეზობლები ვართ ჩვენ. ჩვენ მეზობლები ვართ და აი. ვა. უცაბა კარი რატო იყო ღია? რა ვიცი მე რატო იყო. დავიდე. ნახვამდის. უკაცრავად. შენ უკვე მოხვედი ბაატა, ხო? ხო. სად არიან? მეზობლები სად არიან? ერთ წუთი დაუძახებ. რა, მოდია? ერთი წუთით. დადამ. რას ფიქრიჭები და დადამ. დადამ. რა ხჭიდე ვერ ხვდებით ეხლა თუ რა არის ვერ ხვდებით მართლა?
ვაიმე, გია, მე მგონი ხვდები და აი ამის გააზრებაც კი არ მინდა რა. აი ამის გააზრებაც არ. მოიცა ის ზრდილობიანი და არისტოკრატი ოჯახი შენ ხარ? გია, სტუმართ მოყვარე გამოგჩა. დაბრძანდი. ვაიმე საჩუქრები მომიტან. რა კარგია მომეცი, რა მაგარია. მომეცი საჩუქრები. დაგერეკათ ესე რომ მომადიქით აქ საჩუქრები. დაგერეკათ მაინც და რაღაცას მოვამზადებდეთ, დაგხვდებოდეთ. უხერხული არის ესე ხელსანელი რომ დაგხვდით, ჰა? რა როგორ გამიხარდა ეხა საჩუქრები? მომეცით ეხლა ეგ საჩუქრები წადით ეხლა. ხო მოვიხდით რა. გაგინე ხო მივხვდით რა აქ ვარ ეხლა წადით მიდი კაი ვიხუმრე ხო მომეცი აბა ვაში შენ რა მომიტანე მითხარი აბა რა მოგიტანე? ხო რა მოგიტანე და ელექტროჩაიდანი მოგიტანე? ხო ელექტროჩაიდანი თავის რა თქმა უნდა დასადგამით და შნური კარგი დადი სადმე იქით და მე ავი გავდო? დადი სადმე აიგდებ და მე აიღე. კი. იქვე მოვამზადებ იყოს არის. ისე პატა რო თქვი რომ ეხლა ამ ახალგადმოსულ ოჯახსო ბავშვი ყავს რომელიც თოჯინებზე გიждდებაო. თყოლად რატომ აღიდიან ეხლა ეგ თოჯინა? ოი, მადლობა გია ხო. ეს არაფერი ის რა ქვია ამ დღეებში ჩემი ნათესავი ბავშვის დაბადების დღე მოდის და ხო ხტები გაუმადგება იყოს. პატა ისე კიდევ მაქვს შენთვის საჩუქარი. უი რა მითხარი რა. სახლში მაქვს ოღონდ სახლში. ხო. რა არის მე? რა არის და 100 ცალი ტყვია მაქვს. და გამოვიტან და სათითაოდ გესვრის უყველას. მე რომ აი გილზებს რო გადმოყრის ხო, როგან იმ ხელ გილზებს ავიღებ და ხელით გესვრი სათითაოდ შუბში ეძებს ხელით. სათითაოდ. კარგი რა გჭირს რა არის ლაშა არ გაგიხარდა შენ მასაუკეთესო მეგობარმა ბინა რო იქირავ არ გაგიხარდა? გამიხარდა კი არა თუ სწორად მახსოვს ხო? ეს ბინა მე უნდა მეკითხო. კი შენ უნდა გექირავებინა მართალი ხარ მაგრამ ჭუაში გაჯობე და მე ვიქირავე. ხედავლაშა ხედავ მე ხო ვერა ვარ წამოდგინე ხა მე ხო ვერა ვარ ხო და გაჯობე ჭუაში ხო ფაქტიურად ანუ რა გამოდის შენც ვერა ხარ ხო შენც ვერა ხარ ანუ ორნი ვერა ვარ ჩაარტყი მიდი ორნი ვერა ვარ ხო აი ღირსი არის მართლა რომ ჩავარტყა ერთი რა აი სანამ ჩაარტყი ერთ რამეს გეტყვი რა ამან ჭუითაც გაჯობა და ტანითაც გაგენძრე ერთი ადგილი და შენ თვითონ შემოსულიყავი და გაგეგო ამბავი აბა ეს რო გამოაგზავნე რა გეგონა ეხა ჩაარტყი თუ გინდა ეს რა უნდა ჩამარტყოს ხარა არა გი გამაგებინე რა ქვია ამის საქციელს რა ქვია ერთი აი რა ქვია ამის საქციელს გეტყვი დაწნარდი გეტყვი ანუ სერიოზულად გიპასუხო თუ რამე ისეთი თქვა რომ გაგეცინოთ ჰა არ არის ეს ნორმალური არ არის ეს ნორმალური კარგი ერთი წუთი დამშვიდი უბრალოდ რა არის ლაშა რომ მივედი ის ბინის თაობაზე ლაპარაკი რომ დაუწყე ხო ესე მითხრეს რომ ხო ხტები ოღონდ იმ ლოთმაო იმ დეგენერატმა და იმ კრიმინალმა და იმ ავაზაკმა არ იქირაოსო ეს ბინაო და ვინც გინდა იმან იქირაოსო ხო ხტები ესე და მე კიდე მისნო იმათა უარი მითხრე ეგრევე და მოიცა ლოთი კი ბატონო რა კრიმინალი დავაზაკე ეგენ მე დავამატე ისე არა აი გამაგებინე აი რისი ღირსია გამაგებინეთ რა გჭირს ლაშა ვერ გავიგე თუ ესე ძალიან გიდა ამ ბინის ქირაობა რა ჩავასხი ფუ გიასლუდი ეხლა ამას მი შეჭამს ლაშაც კი არ შეჭამს ამას თუ მაინც შეჭამს ელენე მე მგონი ძალიან მაგარი საჭმელი გამომივიდა კი არა შეგნებულად გავაკეთე მართალი ყოფილა ლაშა ქვაბიდან ჭამა სულ სხვა ეშხი ხოჩახე როგორც იქნა მარტო ვარ მარტო ვარ და ხელს ვერავინ ვერ შემიშლის ესე იგი ეს ყოველებიც აქ არის ნინოს დაველაპარაკები და რა არის კიდე რან ხელა ვარ თლიანობაში ვერ ხედავ ჩემთან ნაწილ ჩავრავ ესე იგი ნინოს დაველაპარაკები და აუხსნე ყველაფერს
მეტყვი რასაც განვიცდი მის მიმართ, რომ გამაჩნია გრძნობები და მინდა აი ამ ურთიერთობების გაღრმავება. თვითონაც თუ ამ ყველაფერზე დამთანხმდება, რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ არ იმითხრა, რა გამოვა? გამოვა რომ რა უნდა ვქნა, დავრჩებით ისევ ცოლქნად. მოიცა, რა გამოდის ახლა რომ ამ ცოლის მოყვანა მინდა ცოლად? ცოტა უცნაური კი არის. ეს წარმოიდგინე ახლა უნდა აუხსნა სიყვარული შენს ცოლს და არ იცი ისაც გიპასუხებს. კარგი, არა უშავს. ცოტა სხვა ნერვიულობ, ლაშა, ჰა? კი, ნერვიულობ. სიმღერისთვის სხვა რაჯობებს ერთი 3-4 ტოლმარო შევჭამო, ჰა? რატომ? აი ამ დროსაც ჭამის დროს შემოაყოს კარები და შემოვიდეს რა პირ გამოტენილი ხო არ დახვდები, რა? დღესაც პირ გამოტენილი ხო არ დახვდები? არგეს ესე, ანუ არა უშავს. მაშინ ეფექტური დახვედრა უნდა მოვფიქრო რამე. ძალიან ბანალურია. ასე? ასე უფრო ბანალურია. ეს ორლარიანი ვის დაუვარდა? ლაშა მოვედ. მოხდი ნინო. ეფექტური დახვედრა კი გამომივიდა. რა გამოპრანჭული ხარ ლაშა? უი ხო. კიდე ძოლი ხო არ მოიყვანე? არა. არა, ნინო, შენთან საქმე მაქვს. რა ლამაზი ყვავილები, ლაშა როგორ მიყვარს იასამანი? კი. უსუნე. მეც მიყვარს ძალიან იასამანი. ნინო, შენთან მაქვს საქმე. უი ლაშა, მეც მაქვს შენთან საქმე. მართლა? ხო. მოდი მაშინ ჯერ შენ მითხარი, წამოდი. ამ დავსხეთ და შენ. ჯერ შენ მითხარი რა საქმე გაქვს და მე გეტყვი მე რა საქმე გაქვს, კარგი? გითხრა? აჰა. გითხრა? მითხარი. მერიდება. კარგი. ლაშა. გარეთ სადარბაზოში არის ვასიკო. შეიძლება რომ შემოვიყვანო. შემოიყვანო, უნდა შემოიყვანო, ბარირო რა. რა საყვარელი ხარ ლაშა? აი რა საყვარელი. შენ რა უნდა გეთქვა? მეც მაგის თქმას ვაპირებდი გარეთ სადარბაზოში ვასიკო. მოიცა. ვასიკო, შემოდი. შემოდი ვასიკო, შემოდი. შემოდი. რა მიშოს? რა გერიდება? თავი იგრძენი ისე როგორც საკუთარი შეყვარებულის ქმრის დის ოჯახში. ლაშა, ეს ყვავილები ილია მაჩუკა ელენეს, ხო? არა, ეს ყვავილები მე ვის უყიდე შენ? ვის და მიქსერი ხომ არ გაქვთ მათხოვეთ რა. არა გვაქვს მიქსერი. ლაშა, ხო, მითხარ და ვის უყიდე? ვის დოდო, ქალბატონ დოდოს უყიდე ეს ყვავილები. ქალბატონ დოდოს უყიდე ეს ყვავილები. დიახ, ხო, აი ეს მე რატო? აი ეს თქვენ. რატო ლაშა, რატო? რატო და პაატასთან ცოტა უხერხულად გამომივიდა დღეს რო ვიყავით, ხო რა, მაგიტო კი. აი მე ლაშა, დიდი მადლობა. შენ გონია მე ვერ ხვდები რომ ეგ უცბად მოფიქრებული მიზეზია? მე ვიცი ეს თაიგული რატომაც მომართვი. მართლა? განა ვერ ხვდები რომ აი ესე რაღაცნაირად მიყურებ, თვალებით მიწამ. და? ის
პატას კითხე ხო რომელი ყვავილი მიყვარდა? ვაიმე რა ყურადღებიანი ხარ ლაშიკო რა ყურადღები. ესა იცით რა არის დოდომამი და ახლა აგიხსნით იცით ეს ყვავილები მინდოდა რომ აქ ვაიმე კარგი ახლა კარგი რა სიპრანჭები რა გავიდოდი კაცო მარინასთან და გამოვიტანდი იქიდან მიქსერს მაგრამ იცი რა აი რაღაცა მეც აი აქეთ მიწევს გული ლაშა ვასიკოს გავაცილებ ხელსაც არ შეგიშლით გააცილე ვასიკო გააცილე უფროსები მოგწონს ლაშა ჯიგარი ხარ ახონდის კარგად ახონდის დოდომამი და ახლა აგიხსნით ქალბატონო დოდო ყველაფერს იცით კარგი გინაცვალე კარგი ახლა ვაიმე რა სიმპათიური ხარ ასე ძალიან სიმპათიური ხარ მაგრამ იცოდე რომ ასე არაფერი არ გამოვა მართალი ხარ არ გამოვა იცი ცოტა კი ხარ ესეთი ფერხორციანი ბიჭი მაგრამ ცოტა უნდა დაიკლო ეს ღიპუცები მე და ფული შენ გადაიხადე მე ვისხორებ რა პრობლემაა არ შემიძლია მასთან ლაპარაკი არ შემიძლია რა გია ისე სხვათა შორის წარმოიდგინე ახლა მე და შენ ერთი კედელი გვექნება ხო მაგარია გია რა სიტყვი კი ძალიან მაგარია მე და შენ საზიარო კონტინენტი რო გაქვს ეგ მაგეჟებს ახლა საერთო კედელი რო გვექნება ალბათ რო გადავიდე ხა ესე უცბად. უი, მართლა. გია. პატა მე შენთვის კიდევ მაქვს ერთი. საჭო რა არის? მითხარი მე რას მიმალავ ლაშა რა. არა. თვალები დახუჭე და მე გადახებ. თვალები დახუჭო? კი. აჰა. არა, ეგრე დაინახავ, მაინც დაინახავ მე შენი ამბავი რო ვიცი. თვალები დახუჭე, თან შემოტრიალდი. თვალები დახუჭო, თან შემოტრიალდი? ხო, აბა. აჰა. არა, შემოტრიალდი. აი ასე მომბრუნდე აი რა ვქნა შემობრუნდე არ დავლევ რამბულს რაც მინდა კაცო ეს ლუდი არ დილით რო დავლია ისედაც საშიშელება იყო ისედაც კუჭი მტკივა დღევთელი დღეა გაძალა მაგას დავდგავ აქ და იდგეს აქ არა თქინე ამ ლუდის დალევა არა კაცო აქ თუ დავდგი დავასხავ კათხა რაღაც მინდოდა თუ არ აო დავასხავ და იდგეს ეს აჰა გაზიც არა რაღაცა ქონია. არა, დავდგავ, დავასხავ, დავდგავ და იდგეს ეს. ამის დამლები მე არა ვარ. არა. რო არ მტკიოდეს კუჭი კი ბატონო. არა აქვს, მტკივა კუჭი. რაღაც დავდგე ხა, თუ არ დავლე, რაღაც დავასხე. ცოტას დავle. რა რიკაცო რა საშინელება ეს რა ასე თუნც რომ რაღაც ლუდის ჩამოსხმას აპირებ კაცი და წესიერი მაინც ჩამოასხი და თუ ცუდი გამოგივა მე რაღაც მჩუქნია ამ ლუდს გამაგებია არა რა ამის დალევა არ შეიძლება რა ჯანდაბა რა აი ამ სიტყვის ოჯახში გაჩერებაც არ შეიძლება რა არის რა ალო გისმენთ ბატონო კახა დიახ გამარჯობა ხო მაგრამ რა ვქნა აბა მე ვერაფრით ვერ დაგეხმარებით კი გასაგებია მესმის მაგრამ საიდან მოვიტანო ახლა ამდენი შხამქიმიკატები ვერ გავიგე ადგნა და ჭამონი ხა იმ ხოჭოება ის ნათესები სოდოები არ არიან აბა რა არიან ხო მაგრამ რა უყო ახლა მაგათაც ხო უნდა ჭამა და არ ვიცი ბატონო კახა რა ვქნა ვერაფრით ვერ დაგეხმარები
რა ვქნა, რა ვიცი, როგორც გინდათ. კარგით. შხამქიმიკატები, შხამქიმი, საიდან მოვიტანო შხამქიმიკატები? ისე მავალებს გეგონება ეხლა. პრინციპში უფროსია და უნდა დამავალო საბარა უნდა ქრეს მაგანაც. ფუ ეს რა არის? წებოს გემოაკ რა არის ეს? ფუფ. სად გადავა? მოდი, ამ ყვავილს დავუსხავ, ჰა? მაინც ხმება და ბარებ თვრალი გახმეს. აბა მირთვი ყვავილო. ხო, ამას მე გადავაგდებ. ამ ქუთას კიდე აქ ნახურეთს ამოუსებ და ლობიოს მოვხარშავ. გაშლის და მე ამოვხარ. იკაელელებრო თაფლი დაგიტოვა შეჭაბე? აბა რა შევჭამ ხოც მე რა სიხარულით ვჭამ თაფლს. იკა ეხა მოვისმინე გეხვეწები ეს წაიღე და აბაზანის ნიჟარაში ჩაასხი. მიდი ჩქარა გეხვეწები ჩქარა. და აბაზანის ნიჟარა რო გაჭედილია. რატო? სულად გააკეთა ხელოსანმა? ხო, სულად გააკეთა ძალიან. აბა 3 კოვზი თაფლი უნდა ჭედავდეს იმ ხელა მილს. ნიკა. თაფლი ჩაასხი ნიჟარაში? არა, ეს ისე ვთქვი მაგალითისთვის. გადავასხავ. მიდი, ჩქარ. რანაირი გემოაქვს რა, მას თაფლი ჯობია 1000 ჯერ. არა 20 ჯერ. ფურა არის ეს ასა. დედა რა გავქნა, იატაკი მოსპე. გამიგიჟდება პაატა. დედა რა დამემართა ეს. დედა როგორ მოაპრიალა, ხედავ შენ. დედა რა გააპრიალა? არ არის ეს საჭმელების კეთება ჩემი საქმე რა. ჩემი საქმე ყავის მოდუღება. თუ ძალიან კარგად ეგეც არ გამომდის. აბა რა გამომდის კარგად? მე ვიცი, მე ძალიან კარგად გამომდის იმის აღიარება, რომ არაფერი კარგად არ გამომდის. ეს საქმეა. რა უყო ხა ამ საჭმელს? ძმარი აკლია.